ელიქიშვილზე გუშინდელი თავდასხმისა და ძალადობის შემდეგ აქტივისტები დღესაც შეიკრიბებიან. გამზირზე პროტესტის რამდენიმე კერა იქნება, რომელთა მონაწილეები ერთმანეთს შეხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ კახაკალაძე მოქალაქეებს პროტესტის ადგილად რუსთაველის გამზირი მოუნიშნა და პროვოკაციაშიც დაადანაშაულა, აქტივისტები მის შტაბთან დღესაც გააპროტესტებენ ოცნების ძალადობრივ ქმედებებს და მოითხოვენ მერისგან აიღოს პასუხისმგებლობა. ელიქიშვილზე დაგეგმილი რამდენიმე აქციის მონაწილეები საბოლოოდ პროტესტის ტრადიციული ადგილის რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ. ნანო ჩაკვეტაძე ესაუბრა ადამიანებს, რომლებიც დღესაც გავლენ მელიქიშვილის გამზირზე, მათ გეგმებზე უფრო ვრცლად პირდაპირ ეთერში მოვისმენთ. წინააღმდეგობის მიუხედავად დღეს მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია ისევ ჩაინიშნა. მოქალაქეები საღამოს 8 საათისთვის დაიწყებენ შეკრებას ბოლო პერიოდში ტრადიციულ ადგილას, საკვანძო ადგილას. ამ აქციის ეს იქნება მელიქიშვილის გამზირი, კახაკალაძის საარჩევნო შტაბი. იქამდე კი გავიხსენოთ თუ რა ხდებოდა გუშინ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ფაქტობრივად მთელი საღამოს განმავლობაში, სწორედ მელიქიშვილის გამზირზე. კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციაზე ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლი ძველი შენობიდან დაძრული მარში მსვლელობა მოუახლოვდა სწორედ ამ შტაბს. მთელი ამ დროის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ლიდერები აგინებდნენ, ლანძღავდნენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, აგინებდნენ ასევე სინდისის პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებს, დედებს, დებს, რომლებიც ამ საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ მელიქიშვილის გამზირზე. პოლიცია კი იდგა უძრავად 10-15 წუთის განმავლობაში. მაყურებელმა ნახა ფორმულას კამერის მიერ გადაღებული ეს კადრები, რომ უსწორდებოდნენ ფიზიკურად ქართული ოცნების წარმომადგენლები, კახაკალაძის საარჩევნო შტაბის თანამშრომლები აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, ეგრეთ წოდებული კასტეტებით, რკინებითა და სხვა მეტალის ხელსაწყოებით, მათ შორის ქალებს, თუმცა პოლიცია ერთადერთი რასაც აკეთებდა იყო ის, რომ ეფარებოდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ასე ცდილობდა სიტუაციის განმუხტვა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ქართული ოცნების ის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ქალების მიმართ, რომლებიც ასევე როგორც წესი სხვადასხვა ღონისძიებაზე გვხვდებიან და გვევლინებიან ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებად. ესენი არიან ზაზა მამალაძე, ლევან ზარდიაშვილი, საბა მინდიაშვილი, ბექა მიგრიაული, ათუკა ციკლაური, ომარ გაბრიჩიძე, გიორგი შუკვანი. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი ქალზე მოძალადეების იმ ადამიანებისა, რომლებიც უკვე წლებია ქართული ოცნების რიგებში მუშაობენ ეს თითქოს და ვითომ ძირითადად ისინი ტიტუშკების როლში არიან ხოლმე. ეს ხალხი ვიცით ვინც არიან, თუ ქართულ ოცნებას რაღაცის გაფუჭება მოუნდებან, ვიღაცაზე რაღაცის შეწმენ და ეს ხალხი მზად არის რომ ყველაფერში აქტიურად ჩაერთონ, იმიტომ რომ ეს არის მათი ღირებულებები, ამ ყველაფერზე დგანან ესენი და ამით საზრდოობენ ეს ხალხი, მაგრამ აქეთ ამ მხარეს ვინ დგას და რა უპირისპირდება, ხო? სიმართლე და ღირსება და სიმართლე და ღირსება გადაწონის აუცილებლად ამათ მამაძაღლούς აქცელებს, იმიტომ რომ გუშინ რა დავინახეთ, ხო, ქალებს, ბავშვებს გამეტებით ურტყამდნენ, ხო? აი რა მაუგლივით გამოვარდებოდნენ, ხან ბოთლებს ისორდნენ, ხან ქვებს ისორდნენ და ამათ გონიათ ეს შერჩებათ, არა ეს არ შერჩებათ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, კაცხელი დაარტყა და რის გამო, ხო, ვიღაცის დავალების გამო, როდესაც ფულს იღებ ამაში და აქი თუ ადანაშაულებ იმ კაც უღირს აქცელებში. ეს ხო ისე არ იქნება და ეს ხო დიდი ხანი არ გაგრძელდება. ის ფაქტი რომ დღეს ჩვენ მიუხედავად გუშინდელი მოვლენებისა ვიკრიბებით კვლავ 8 საათს მელიქიშვილზე და ისე იქვიდგებით ბუნებრივია მეტყოლებს იმაზე რომ რაც არ უნდა გააკეთოს იმ პარტაქტივმა თუ ამ პარტაქტივმა რაც ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ის ასწორზე დევს ამისათვის ბრძოლას არ შევწყვეთ და მართლა სულ სხვა მასშტაბის რაღაცის გამოვივიძვით ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ძალიან გაცილებით მასშტაბური რაღაცები რაც მათთვის არ ვიცი შეიძლება დღეში 100 ლარი რაღაცა შეიძლება ის იყოს რა ქვია აპოგეა იყოს, მაგრამ ჩვენ სხვაგან ვართ რა. დღესაც სავარაუდოდ ხმაურიანი საპროტესტო საღამო გველის საღამოს 7 საათისთვის ერთი მხრივ მოქალაქეები დაიწყებენ ფილარმონიასთან შეკრებას, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოემართება ტრადიციულად მსვლელობა მარში, რომელიც საღამოს 8 საათზე უკვე მივა მელიქიშვილის გამზირზე, კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან, პოლიტიკოსების გეგმავენ საპროტესტო აქციას, ამასთან დაკავშირებით მომდევნო 1 საათის განმავლობაში გახდება დეტალები ცნობილი, მოკლედ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაემართება მელიქიშვილის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიიდან და საბოლოოდ საღამოს საათებში უკვე შეხვედრის ტრადიციულ ადგილას შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.